მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია საუბრის სივრცე, მე კი მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თემაზე მეგობრები თუ დაპირისპირებული ერი. ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში. აქ საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, გერმანელების შთამომავლები და სხვა ეთნიკური ჯგუფები. ერთი შეხედვით ეს მრავალფეროვნება სიმდიდრეა. სხვადასხვა კულტურა, ენა, ტრადიცია, დღესასწაული. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ ეთნიკური თანაცხოვრება ყოველთვის მარტივი არ არის და ზოგჯერ დაპირისპირებამდე მიდის. დღეს ბოლნისში ეთნიკურ ჯგუფებსა და ქართველ მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთობები ერთდროულად არის მშვიდობიანიც და დაძაბულიც. დაპირისპირება იშვიათად ვლინდება ღიად, მაგრამ ხშირად იგრძნობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. სკოლაში, საჯარო სივრცეებში, სამსახურში, სოციალურ ქსელებში და ზოგჯერ ოჯახებს შორისაც. რა იწვევს ამ დაპირისპირებას და რატომ ვერ ვახერხებთ სრულფასოვან თანაცხოვრებას? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ეს არის ენობრივი ბარიერი. ბოლნისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ნაწილი დღემდე ვერ ფლობს ქართულ ენას სათანადო დონეზე. ეს ქმნის განცდას, რომ ისინი მოწყვეტილნი არიან სახელმწიფოსგან. ვერ იღებენ სრულ ინფორმაციას, ვერ ერთვებიან საჯარო პროცესებში და ხშირად გრძნობენ თავს გარიყულად. მეორე მხრივ, ქართული მოსახლეობა ამას აღიქვამს როგორც გულგრილობას სახელმწიფოს მიმართ, რაც გაუგებრობასა და გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ენა არ არის. დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზია ისტორიული და სოციალური დაშორება. ეთნიკური ჯგუფები ხშირად ცხოვრობენ საკუთარ კუნძულებზე, საკუთარ უბნებში, სოფლებში, სკოლებში, წრეებში. ბავშვები იზრდებიან ერთმანეთისგან განცალკევებით. არ იცნობენ ერთმანეთის კულტურას, არ აქვთ საერთო გამოცდილება. როდესაც ურთიერთობა არ არსებობს, მის ადგილს იკავებს სტერეოტიპი და შიში. სტერეოტიპები კი დაპირისპირებების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა. ქართულ მოსახლეობაში ხშირად ისმის აზრი, რომ ეთნიკური უმცირესობები არ არიან ინტეგრირებულნი, არ ინტერესებიან ქვეყნის ცხოვრებით, ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ეთნიკური ჯგუფების მხრიდან გვხვდება განცდა, რომ ისინი მუდმივად არიან მეორე ხარისხის მოქალაქეები, რომ მათ ნაკლებად ენდობიან, ნაკლებად აძლევენ შესაძლებლობებს და მათ მიმართ არსებობს წინასწარი ცუდი განწყობა. ეს ურთიერთობები ქმნის ჩაკეტილ წრეს. დაპირისპირების კიდევ ერთი ფაქტორია ეკონომიკური უთანასწორობა. უმუშევრობა, სიღარიბე და რესურსებზე შეზღუდული წვდომა. განსაკუთრებით მძაფრად აისახება რეგიონებში, როდესაც ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს. ის ხშირად ეძებს დამნაშავეს და ეს დამნაშავე შეიძლება გახდეს სხვა ერის წარმომადგენელი. სოციალურ ქსელებში და ყოველდღიურ საუბარში ხშირად გვხვდება გამაღიზიანებელი ფრაზები, რომლებიც ეთნიკურ ნიშნებზეა დაფუძნებული. ეს სიტყვები შესაძლოა ერთჯერადად იყოს ნათქვამი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნიან. განსაკუთრებით სენსიტიურია ეს საკითხი ახალგაზრდებში. ბოლნისის სკოლებში ხშირად სწავლობენ ბავშვები, რომლებიც ერთმანეთის ენას ვერ იგებენ. ეს აფერხებს მეგობრობას, საერთო თამაშს, გუნდურობას. ბავშვი, რომელიც იზრდება განცალკევებულ გარემოში, მომავალშიც აგრძელებს იგივე მოდელს. ასე იქმნება თაობათა შორის გადაცემული გაუცხოება. თუმცა მნიშვნელოვანია ვთქვათ, ბოლნისში დაპირისპირება არ არის მუდმივი კონფლიქტი. აქ არსებობს თანამშრომლობის, მეგობრობისა და თანაცხოვრების უამრავი მაგალითი. ბევრი ოჯახი წლებია მშვიდობიანად ცხოვრობს გვერდიგვერდ. ერთად აღნიშნავენ დღესასწაულებს, ეხმარებიან ერთმანეთს სირთულეების დროს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა გადაჭრადია. გამოსავალი იწყება დიალოგით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უსმენენ, ცდილობენ გაიგონ ერთმანეთის ისტორია, ტკივილი და საჭიროებები. დაპირისპირება ნელ-ნელა ქრება. საჭიროა მეტი ერთობლივი სივრცე. კულტურული ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ახალგაზრდული პროექტები, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან არა როგორც სხვა, არამედ როგორც თანასწორი მოქალაქეები. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც ხარისხიანი ქართული ენის სწავლებაში. განათლებაზე თანაბარი წვდომა, დასაქმების შესაძლებლობები და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. და ბოლოს დიდი როლი გვაქვს ჩვენ მედიას. როდესაც რადიოში, ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში ვსაუბრობთ ეთნიკურ საკითხებზე, მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. სიტყვას შეუძლია ან დაპირისპირება გააღვივოს, ან ხიდი ააშენოს და ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვოს. ბოლნისი არ არის მხოლოდ დაპირისპირებული ერების სივრცე. ბოლნისი არ არის ადგილი, სადაც განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ ერთად ცხოვრება თუ ვისწავლით ერთმანეთის მიღებას, მოსმენას და პატივისცემას. ეთნიკური მრავალფეროვნება სირთულეა, მაგრამ სწორედ მართვის შემთხვევაში ეს ჩვენი ყველაზე დიდი ძალა არის.
ამ თემაზე საუბრისას არ შეიძლება არ შევეხოთ ასევე დობის პრობლემასაც, რომელიც ბოლნისში ეთნიკურ ჯგუფებსა და ქართველი მოსახლეობის შორის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად რჩება. დობა არ იბადება ერთ დღეში. ეს ის იქნება წლების განმავლობაში, ურთიერთობით, საერთო გამოცდილებით და სამართლიანი დამოკიდებულებით. როცა ეს არ არსებობს, ყველაზე პატარა ინციდენტიც კი შეიძლება დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ხშირად დაპირისპირება იწყება არა ღია კონფლიქტით, არამედ ყოველდღიური, თითქოს უმნიშვნელო სიტუაციებით. მეზობლებს შორის სიტყვიერი უთანხმოებით, საჯარო სერვისში გაუგებრობით, პოლიკლინიკაში, სკოლაში ან მუნიციპალიტეტში. როდესაც ერთ მხარეს ენობრივი სირთულე აქვს, მეორე მხარეს კი მოუთმენლობა, კონფლიქტი სწრაფად ღრმავდება. განსაკუთრებით მწვავე ხდება საკითხი სამართლიანობის აღქმის დროს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ხშირად აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მათ პრობლემებს ნაკლებად უსმენს. ხოლო ქართულ მოსახლეობაში ჩნდება აზრი, თითქოს კანონი ყველას ერთიანად არ ეხება. ეს ურთიერთგრძნობები ქმნის დაძაბულ გარემოს, სადაც სიმართლე იკარგება და ემოციები იმარჯვებს. მედიის როლს აქ კიდევ ერთხელ უნდა გაუსვათ ხაზი. არასწორად შერჩეული სათაური, ერთი დაუზუსტებელი ფრაზა ან ეთნიკურ ნიშნებზე გაკეთებული აქცენტი საკმარისია, რომ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ რეგიონულ მედიას, განსაკუთრებით ადგილობრივ რადიოს, აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პრობლემის გაშუქება ისე, რომ არ გაღრმავდეს დაპირისპირება, არამედ გამოიკვეთოს მიზეზები და გამოსავალი. ბოლნისში მცხოვრები ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათ შორის კონფლიქტები ხშირად გარე გავლენებითაც იკვებება. მაგალითად, როგორიცაა სოციალური ქსელები, დეზინფორმაცია, ხმები და ჭორები სწრაფად ვრცელდება და ხშირად რეალობას არ ემთხვევა. ერთ დაუდასტურებელ ინფორმაციასაც კი შეუძლია გადაიქცეს საერთო განწყობა და მეზობლებს შორის ურთიერთობაც კი დააზიანოს. ამ პროცესში ახალგაზრდების როლი გადამწყვეტია. ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან ცვლილებებისადმი, მაგრამ ამავე დროს უფრო მარტივად ექცევიან манипуляციის ქვეშ. თუ ისინი ხედავენ მხოლოდ დაყოფას, დაპირისპირებას, მომავალში ციმავე გზას გააგრძელებენ. ხოლო თუ მათ ექნებათ განათლება, კრიტიკული აზროვნება და ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება, ისინი გახდებიან ცვლილებების მთავარი ძალა. ბოლნისში უკვე არსებობს მაგალითები, როცა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ახალგაზრდები ერთად მუშაობენ პროექტებზე, მონაწილეობენ ტრენინგებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. ასეთი ინიციატივები ამცირებს შიშს, აგრევს სტერეოტიპებს და აჩვენებს, რომ სხვა სინამდვილეში ჩვენნაირია. იგივე პრობლემებით, ოცნებებითა და სურვილებით. დაპირისპირების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს განათლების სისტემას. სკოლა არ უნდა იყოს მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი. ის უნდა გახდეს სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, თანაცხოვრებას და განსხვავებების მიღებას. როდესაც სკოლა ამას ვერ ახერხებს, საზოგადოება მომავალში უფრო დიდი პრობლემების წინაშე დგება. არ შეიძლება დავივიწყოთ უფროსი თაობაც. ხანდაზმულ ადამიანებს ხშირად აქვთ წარსულის მძიმე გამოცდილება. საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა, შიში და ცვლილებების მიმართ შიში, ასე რომ ვთქვათ. მათი დამოკიდებულებები ხშირად გადაეცემა შვილებსა და შვილიშვილებს. სწორედ ამიტომ საჭიროა მუშაობა არა მხოლოდ ახალგაზრდებთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან. და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება: როგორ შეიძლება ბოლნისი გახდეს არა დაპირისპირებული, არამედ თანაცხოვრების მაგალითი? პირველი ნაბიჯარის პრობლემის აღიარება. იმის თქვა, რომ ყველაფერი კარგად და რეალობას არ ცვლის. საჭიროა გულწრფელი საუბარი, თუნდაც რთული და ემოციური იყოს. მეორე ნაბიჯი არის თანასწორობის განცდის შექმნა. როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას უსმენენ, აფასებენ და პატივსცემენ, ის კონფლიქტისკენ არ მიდის. მესამე ნაბიჯი არის საერთო მომავლის ხედვა. ბოლნისი ყველას სახლია. აქ მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ყველა მოქალაქის თუ მომავალი საერთო არ იქნება წარსულის დაპირისპირებებიც ვერ დასრულდება. და ბოლოს უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა არ არის სიჩუმე. მშვიდობა არის დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და მუდმივი მუშაობა ერთმანეთის გასაგებად. ბოლნის აქვს პოტენციალი გახდეს ადგილი, სადაც განსხვავება არ უყვობს, არამედ გვაერთიანებს. ეს გზა რთულია, მაგრამ ერთად გავლილი შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ძალიან მინდოდა, რომ ამ თემაზე ჩვენს რადიოში გვესაუბრა, რადგანაც მინდა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია და ყველამ ერთიანად გავიაზროთ ჩვენი პასუხისმგებლობა. მე დღეისთვის გემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში.